ამიტომ ანალიტიკოსებმა დაიწყეს გაფრთხილება, რომ ომის გაჭიანურების შემთხვევაში მსოფლიო შეიძლება საწვავის რეალური ფიზიკური დეფიციტის წინაშე დადგეს, რაც აზიის ბაზრის ზოგიერთ ნაწილში უკვე თვალსაჩინოა. ეს რისკი კიდევ უფრო დიდია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა არ ფლობს სრულ სტრატეგიულ რეზერვებს. ამის ნათელი მაგალითია შეერთებული შტატები. ის კონფლიქტში მხოლოდ 415 მილიონი ბარელის რეზერვით შევიდა, რაც მისი სრული სტრატეგიული მოცულობის დაახლოებით 57%-ია. მაგრამ სპარსეთის ყურე მხოლოდ ნავთობის გაზსა და გადამამუშავებელ საწვავს არ ნიშნავს. მასზე მოდის გოგირდის გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 50%, კარბამიდის გლობალური ვაჭრობის 33% და ამიაკით გლობალური ვაჭრობის 25%. ომის გამო კატარულმა სასუქების გიგანტმა Kafkom, რომელიც კარბამიდის გლობალური მიწოდების 14%-ია პასუხისმგებელი, წარმოება შეაჩერა, რის შედეგადაც მსოფლიო ფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს სასუქების გაძვირებას და საბოლოო ჯამში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. ეს ყველაფერი ნათელს ხდის თუ რატომ შეუძლია დანგრეულ და დაბომბილ ირანს კვლავ თავისუფლება მისცეს წამოაყენოს ასეთი მაქსიმალისტური მოთხოვნები.